ისე გამოვწერდები ხოლმე ამ ბოლო დროს, რა ვიცი, გამომეპიტა მე მგონი ტვინი უკვე და ეგ არის. კაი გაჩერდი გოგო რა დრო შენი პიტვა. სუ გაგიჟდა ეს ზედა შენი ანასტასია. თავის ეწყლებს ეხა თუ რასაც ყოფს და უნდა გაგათახსოვს ყველაფერი ძალიან. ვიკბილზე როდის ვერ მეჩაწერილი? კბილზე? და აღარ მახსოვს. აი ხო ვამბობ გოგო, აი არ ვიცი უჯრედი კუდება თუ რა ხდება, აღარ ვიცი. სუ დამეკარგა მეხსიერება რა. მომაწოდე მანდლია გეხოცები შენ უკან იქ ბლოკნოტი როდევს. ხო, მაგაში ვიწერ ხოლმე გოგო, თუ სადმე ვარ წასასვლელ. გამოიწერეთ არხი თუ გიყვართ კნუტები და დაალაიქეთ თუ გიყვართ გოჭები. დააკომენტარეთ რომელი გირჩევნიათ. წამოსასვლელი. უი რა კაი მოფიქრება ეს. მეც კი გადამწოჯინდება ხოლმე რაღაცები და უნდა ჩამოვწერო. მარიკო მოხვედი? გეუბნები გოგო გამოვჭერჭეთდი სულ. კბილზე ხარ შენ ჩაწერილი 4 შაბათს 3-ზე. ხო. ეს კვირას ნათლობა რატომ იწერია? და ვის ნათლობაში მივდივ? ფაიმე მე თვითონ ვარ აქ ნათლია. დედა, ვიზას ბიჭის. ბიჭი შეეძინა გოგო მეხლა. ხო 51 წლის არის, ისა სიბერეში შეეძინა. ფაშახირებდი სადაც შეგეძინა მეთქი შვილი, ბიძინა არ დაარქვა. ხო. რადგან მე და ეს მამუკა დაარქვეს. ხო. 9 თვის თავზე დაიბადა ზუსტად და მაგითო. მოვედი, მაგრამ შენ რატო არ მოხვედი სკოლაში კრება რო იყო დღეს? ფაიმე როგორ დამავიწყდა დღეს იყო კაცო ეკრება. ვა ბლოკნოტში არ გიწერია ინგა? თუ ეგეს დაგავიწყო მან დროუნე ჩაგეწერა. დღეს იყო და დამრიგებელმა მითხრა რომ უპასუხისმგებლო ხარ და შენი მშობლისგანაც უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერიო. ეხლა ნამეტანი მოსდის მაგას. დაურეკავ ხო დაველაპარაკებ მე სად არის ჩემი ტელეფონი. ინგა მეც გავალ ეხლა საჯელს გავაკეთებ გვანცამ შეიძლება გამოიაროს და დავახვედრო ბავშვს რამე. კაილია შემოგივლის აღამოს. კაი გადავრეკო ერთი მეც. თავის თანდრეკა.